თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში აქცია გაიმართა. მოსახლეობა სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნაგავსაყრელის დაკონსერვებასა და სხვაგან გადატანას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზის დაკეტვას სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. მოსახლეობის განცხადებით, ცუნისა და ანტისანიტარიის შედეგად გაჩენილი მწერების გამო სიცხეში ფანჯრებს ვერ აღებენ და ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ. ამბობენ, რომ ნაგავსაყრელის ახლოს ჭაბურღილი მდებარეობს, რომლითაც სოფელი სასმელი წყლით ვარაგდება. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ წყალიც და ჰაერიც მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. გულგულას ნაგავსაყრელზე კახეთის მუნიციპალიტეტებიდან ყოველდღიურად რამდენიმე ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყრება. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. რაც გვაწუხებს პირველ რიგში არის ის, რომ ყარს სოფელი. საღამოთი სადღაც 10 საათის შემდეგ სოფელში ფიზიკურად შეუძლებელია გარეთ გაჩერება. ზაფხულში ფაქტიურად ვიხუთებით იმის გამო, რომ ფანჯრებს ვერ ვაღებთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. და მარტო სუნზეც არ არის რა, ესეთი სუნი როდგა, წარმოიდგინეთ რა მავნე ნივთიერებები იქნება ჰაერში გაფანტული, რასაც წლებია უკვე უსუნთქავთ და ჩვენ შვილებს ვასუნთქებთ. თუ დაუშვათ მარტო იმას გვეუბნებიან, რომ აი სუნის პრობლემას მოვაგვარებთ, შარშანაც ზუსტად ესე მოვაგვარეს სუნის პრობლემა, რამდენიმე თვით მერე ზამთარში აღარ გვაწუხებთ და ზაფხულში ისევ დაიწყო სუნმაც და მარტო სუნი არ არის, გამოიკვლიონ მაშინ სოფელში ჰაერის დაბინძურების დონე. ანუ მარტო სუნის გაქრობით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, ან გადაიტანონ ნაგავსაყრელი, ან რა ვიცი, როდისმე ხომ და აღირსონ და ნაგვის გადამუშავება დაიწყონ რა. ჩვენი პრობლემის მოგვარება იქნება ის, რომ გამოიკვლიონ სოფელში ჰაერის დაბინძურების დონე, გვითხრან, რომ არ წყლის დაბინძურების და ჰაერის დაბინძურების და გვითხრან, რომ აი თქვენ არ იწამლებით და ამით არ დაიხოცებით, არ გაგიჩნდებათ ის დაავადებები, რასაც რა ვიცი, უამრავ დაავადებას აჩენს ეს დაბინძურებული ჰაერი. ძალიან ახლოს არის ჭაბურღილი, საიდანაც სოფელში წყალი შემოდის. ამ წყალსაც რაღაც ხან გემო აქვს შეცვლილი, ხან რაღაცები მოსდევს. ამ წყალს ჩვენ ვიყენებთ სასმელად, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვასმევთ ბავშვებს ამ წყალს. არც წყალი არის გამოკვლეული, არც ჰაერი არის გამოკვლეული. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა და აუცილებლად რაც უნდა შესრულდეს, აქ აღარ უნდა იყოს ნაგავსაყრელი. არ გვჭირდება დროებითი პრობლემის მოგვარება, რომ აი სუნი არ იქნება და სუნი არ შეგაწუხებთ, სუნი არ არის მარტო. იმდენად მავნე და მომწამლელი ნივთიერებები არის ჰაერში, მე პირადად სხვა გამოსავალს ვერ ვყავს. საბოლოო შეთანხმება ამ წუთას არ მომხდარა, თუმცა მიმდინარეობს დისკუსია მოსახლეობასა და ჩვენ შორის. პრობლემა ნამდვილად რეალურია, უბრალოდ აქ არის მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში აღლისულ ნაგავსაყრელს სჭირდება რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია კეთდება წელიწადნახევარი 2 წლის განმავლობაში, პერიოდში უფრო სწორად. შესაბამისად, ამ პერიოდში უხანგრძლივდება სასიცოცხლო ციკლი და ის გამოწვევა, რასაც სუნი ქვია, ამ ეტაპზე გვარდება ხოლმე. შესაბამისად, ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს რეაბილიტაცია, რომელიც სექტემბრის თვეში განხორციელდება. თუმცა მე მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაჟღერო. მთავრობის განკარგულებით ჩვენ დაგვევალა ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტების აშენება საქართველოში. 2 დაწყებულია, ეს არის ქვემო ქართლი და ზუგდიდი. შესაბამისად 4 შერჩეულია ტერიტორიები და 3 წლის განმავლობაში მოხდება ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობა. უბრალოდ სანამ ის არ აშენდება, ძველი 26 ნაგავსაყრელის დახურვა შეუძლებელია, ვერ განხორციელდება და შესაბამისად ჩვენ ვთხოვეთ მოსახლეობას აუხსენით, რომ ეს პერიოდი ჩვენ ყველას გვაქვს გამოწვევა და ერთად უნდა ვმართოთ ეს სიტუაცია.